არის ადგილები, რომლებიც არ ყვირიან, რომ დიდებულნი არიან. ისინი უბრალოდ ელოდებიან ადამიანს, ვინც მათ ისტორიას მოусმეს. სწორედ ასეთი ადგილია ატენის ხეობა. 20 წელია ამ ხეობაში დავდივარ, მაგრამ ყოველი დაბრუნება ახალი აღმოჩენაა. აქ თითქოს ბუნებასთან ერთად ისტორიაც უმდგავს. ტანის ხევი, ასე ეწოდებოდა ძველად ამ ადგილს. მე-7 საუკუნეებში აქ გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა, რომელიც ჯავახეთს ქართლის კუთხეებთან აკავშირებდა. ამ ხეობას ბევრი რამ უნახავს, დიდებაც, ტკივილიც, ძიმედროც, მაგრამ არასოდეს დაუკარგავს თავისი განსაკუთრებული ხასიათი. იცოდით, რომ ჩემს უკან გადაშლილი ხეობა ერთ დროს უძველესი ქალაქი იყო? დიახ, ეს სოფელი ატენია და მისი ისტორია მე-6-მე-7 საუკუნეებიდან იწყება. თუმცა აქ აღმოჩენილი ნასახლარები და სამაროვნები ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაზე მეტყველებს. მე-11 საუკუნეში მეფე ბაგრატ მე-4-ის დროს აქ ქალაქი შენდება. ქალაქს 3 უძლიერესი ციხე იცავს. ეს არის ატენის ციხე, ვერეს ციხე და დეკციხე. ქალაქი იმდენად უძლეველი იყო, რომ აქ მეფეთა საჭურჭლეც ყოფილა. მე-17 საუკუნემდე ქალაქი იზრდებოდა, მაგრამ მე-18 საუკუნის დასაწყისში ქალაქს ძნელბედობის ჟამი დაუდგა. ლეკების განუწყვეტელი თარეშის შედეგად ქალაქი დასუსტდა, დაკნინდა და იგი სოფლად გადაიქცა. ხოლო დაღესტნელი ლეკების ბოლო ლაშქრობის შედეგად 1806 წელს აქ სიცოცხლე ჩერდება. მოსახლეობა აიყარა და სხვაგან გადასახლდა. აქ ატენის ისტორია წყდება, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. 1821 წელს პირველი მოსახლე გამოჩნდა და სოფელ ატენს მეორე სიცოცხლის შანსი მიეცა. ისტორია მე-7 საუკუნიდან იწყება. ატენის სიონი ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესიაა და მისი არქიტექტურა ზუსტად იმეორებს ჯვრის მონასტრის არქიტექტურას. ატენის სიონს უდიდესი როლი ენიჭება საქართველოს ისტორიის მემატიანეში, რადგან აქ დატანილი წარწერები ერთ-ერთი უძველესია ქართულ ისტორიაში. პირველი წარწერა 835 წელს არის შესრულებული. ნუსხური წარწერა და იგი ჩვენთვის ცნობილ წარწერათა შორის ერთ-ერთი უპირველესია. ხოლო 853 წელს შესრულებული წარწერა გვაუწყებს შაბათ დღეს უღათურქის ლაშქრობას ქალაქ თბილისზე. ატენის სიონის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს არის ატენის სიონის ქვედა ტერიტორია, ალბათ ატენის სიონიდან რომ გამოგიხედიათ, ვინც აქეთ ხართ ნამყოფი, ყველა შეგიმჩნევიათ ეს პატარა გამოქვაბული, რომლის დანიშნულებაც ნამდვილად არ ვიცით რა არის. ეხლა ვნახოთ და შევიდეთ, ერთად დავათვალიეროთ. სავარაუდოდ აქ სურსათ სანავაგის შესანახი იყო, მაგრამ
ზუსტად ვერ გეტყვით რა იყო და ვინც იცით, ვისაც შეგიძლია თქვათ, რა შეიძლება ყოფილიყო ეს გამოქვაბული, შეგიძლიათ დაგვიწეროთ კომენტარებში და გამოგვეხმაუროთ. აი ასე გამოიყურება შიდა სივრცე ამ გამოქვაბულის, საკმაოდ გრილა. აი ეს კედელი არის განსაკუთრებით საინტერესო, რომელიც სავარაუდოდ შემდეგ არის ნაშენები. ნახეთ, შეხედეთ როგორი აშენებული არის. აი ესეთია შიდა სივრცე. ვერ გეტყვით ნამდვილად, ვერც ცნობები ვერ მოვიძიე, თუ რა შეიძლება აქ ყოფილიყო. შობლის მიძინების წეროსხევის ეკლესიაში. ეს ეკლესია თარიღდება მე-11 საუკუნით. ეკლესიაში შედის 3 კომპლექსი. თვითონ ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მარჯვენა მხარეს უпростоრად წმინდა გიორგის ეკლესია. და მესამე წინ არის ერთი პატარა კომპლექსი კიდე. ესე იგი, აქ მე-17 საუკუნემდე მიმდინარეობდა სამონასტრო ცხოვრება, ამიტომ საკმაოდ დიდი კომპლექსია ეკლესიის. ეხლა გაჩვენებთ წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევებს, როგორ გამოიყურება აი წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ასევე და ძალიან ლამაზი, ეს არის ხედები. საოცარი ხედები იშლება წეროსხევიდან და ვერც წარმოიდგენთ, თუ გზიდან სულ რაღაც 1 კილომეტრში შეიძლება ასეთი სილამაზე იმალებოდეს. ჩვენ აქ ვიყავით დაახლოებით 2 წლის წინ და იმის მერე სულ მინდოდა ამოვსულიყავი და დრონით გადაგვეყო ეს კადრები, მაგრამ სამწუხაროდ დრონის გამოყენების უფლება არ მოგცეს. მეუფის კურთხევა გვჭირდება, რასაც აუცილებლად ავიღებთ. მინდა რომ სრულად შეიგრძნოთ ის სილამაზე, რასაც ახლა მე განვიცდი და ალბათ არაფერი ისე არ შეესაბამება ჩემ ბლოგს. აღმოაჩინე ის, რაც შენს გვერდითაა, რაც წეროსხევის ღვთისმშობლის ეკლესია. ამ ეკლესიის ნახვა ჩემთვის პირველად იყო სრული სასწაული. ვერ წარმოვიდგენ, თუ გზიდან მართლა 1 კილომეტრში შეიძლებოდა ასეთი სილამაზე დამხვედრო და ღვთისმშობლის ეკლესიაც სრულად იყო განადგურებული, მაგრამ სულ რამოდენიმე წლის წინ აღდგა და ახლა აქ სამონასტრო ცხოვრება მიმდინარეობს.
აი ამ წეროს კლდეზე დგას წეროსხევის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, ისე რომ დაბლიდან არც ჩანს, ნახეთ. ეს არის წეროს კლდე და აქედან ნახეთ ხედები ასევე როგორი ხედებია. ჩვენი ბლოგის ფარგლებში აღმოაჩინე ის, რაც შენს გვერდითაა. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით სოფელ ყველა ანთუბანში და ეს არის ყველა ანთუბნის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. ეკლესია აშენებული არის დაახლოებით მე-5-მე-6 საუკუნეში. იგი სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენს. ახლა ამჟამად ძალიან სავალალო მდგომარეობაშია, მაგრამ ნანგრევებიდანაც ჩანს ამ ეკლესიის გრანდიოზულობა და მასშტაბურობა. ხოლო 2010 წელს ეკლესია შესული არის კულტურულ მემკვიდრეობათა ძეგლთა დაცვის სიაში და ეხლა თქვენთან ერთად დავათვალიერებთ ამ ეკლესიას და გაჩვენებთ, როგორ გამოიყურება ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, რომელიც ნაგებია, როგორც უკვე გითხარით, მე-5-მე-6 საუკუნეებში.
ახლა, როცა ამ ხეობაში დგახარ, შეიძლება მხოლოდ მთებს, მდინარეებს და სიჩუმეს ხედავ, მაგრამ თუ ყურადღებით მოусმენ, იგრძნობ, რომ ეს ადგილი ჯერ კიდევ აგრძელებს ისტორიის მოყოლას. ეს არის ატენის ხეობა, რომელსაც უბრალოდ ვერ ნახავ, მას უნდა მოусმინო. გამოიწერეთ ჩვენი არხი და ერთად აღმოვაჩინოთ ის, რაც ჩვენს გვერდითაა, მაგრამ ხშირად შეუმჩნეველი გვჩება.